გერმანიის ელჩი სურს, რომ სისხლის სამართლის კოდექსით დაისაჯოს მოქალაქე, რომელმაც მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. პარალელურად პეტერ ფიშერი ქართული სასამართლოსგან სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებულის გათავისუფლებას მოითხოვს. ხელისუფლებისთვის უცნაურია გერმანელი დიპლომატიის სტანდარტიც და მისი ქვეყნის საპროტესტო ნოტაც იმ ფონზე, როდესაც ელჩი მასპინძელ სახელმწიფოში დიდი ხანია დიპლომატიის ჩარჩოს გასცდა. მაკუნა აბულაძე გვერდება. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპელმა დიპლომატმა საკუთარი ვალდებულებები დაივიწყა და სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა სცადა. მორიგი შერჩევითი სამართლის კარგი მაგალითია ის ნოტა, რომელიც ბერლინიდან თბილისში ჩამოვიდა. ის რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს. ეს რომაული გამოთქმა ალბათ ყველაზე კარგად აღწერს იმ ორმაგ სტანდარტს, რომელიც ბოლო დროს საქართველოსთან მიმართებით კონკრეტულ ევრობიუროკრატებს აქვთ. გერმანული ნოტა და შერჩევითი სამართალი გერმანიის ფედერაცია სისხლის სამართლის დევნის დაწყებას ითხოვს ადამიანის მიმართ, რომელმაც გერმანელ დიპლომატს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ეს იმ ფონზე, როცა პეტერ ფიშერი ბათუმში სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად ჩავიდა და სასჯელის ზომა დაიწუნა. საელჩო მიმართავს ქართულ უწყებებს თხოვნით, გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები ბატონი ქოჩიაშვილის სისხლის სამართლებრივად რელევანტური ქმედებების წინააღმდეგ და ამის შესახებ შეატყობინოს საელჩოს. ევროპელი ბიუროკრატების ორმაგი სტანდარტი აღარავის უკვირს, მაშინ როცა პოლიციელზე თავდამსხმელი გმირად შერაცხეს, ძალადობა წაახალისეს და რადიკალების მხრიდან ქართული ოცნების წევრებისა თუ მხარდამჭერების მიმართ შეურაცხმყოფელი ქმედებების არც ერთი ფაქტი არ დაგმეს, ირაკლი კობახიძეს აქვს კითხვა, სად არის სამართლიანი მიდგომა? რატო შეიძლება ჩვენთან მოქმედებდეს ორმაგი სტანდარტი? ფიშერთან მივიდა და სისხლის სამართლის დანაშაულია და ლაშქრთან მივიდა და ეს არის გამოჩენილი სამოქალაქო აქტივისტი, რაშია საქმე. და პოლიციელზე ხელის გარტყმის გასამართლებლად ჩავიდა ბათუმში, ძალადობის პირდაპირ გასამართლებლად და ვიღაცა რომ მივიდა და სიტყვიერად რო შეაწუხა, თურმე ეს ყოფილა სისხლის სამართლის დანაშაულია. ეს ხო სამარცხვინოა ეს ყველაფერი. სად არის გერმანია? სად არის აქ რაღაცა სამართლიანობა? სად არის ის, რასაც მე ვსწავლობდი დაახლოებით 20 წლის წინ გერმანიაში. ხო, საერთოდ ხაზი გადაუსვეს ყველაფერს. ტრაგიკულია ეს. ელჩის შეურაცხყოფა ნაციონალური მოძრაობისთვის დაუშვებელი და სისხლის სამართლის დანაშაულია. პოლიციელზე თავდასხმა კი უბრალო გადაცდომა. პატრონების მსგავსად ორმაგ სტანდარტს ოპოზიციაც ვერ გაექცა. ნელსის ქურდი და ფლემის ქურდი ერთია სამო. ადამიანები თუ ერაცნობიერებენ საქართველოში ელჩებთან დამოკიდებულების განსხვავებას ძალიან ცდებიან, რა თქმა უნდა შესაბამისი ტიპის გამოძიებას და შესაბამისი ტიპის დასჯაც უნდა მოხდეს. იმ ფონზე, როცა რადიკალების ძალადობრივი ქმედებები სწორედ ევროპელი ბიუროკრატების წახალისებული და დაფინანსებულია, მმართველი პარტიის წევრებისთვის გერმანული ნოტა არა მხოლოდ ორმაგი სტანდარტი, არამედ უპასუხისმგებლო და პოლიტიკური მოტივებით ნაკარნახევი ქმედება. დიპლომატია არ არის წმინდა ცხოველი, რომელსაც შეიძლება მქონდეს მხოლოდ უფლებები და არ ქონდეს ვალდებულებები. ადამიანები, რომლებიც ასეთ საქმეებში ფაქტობრივად ახალისებენ აი სიძულვილის ენას, ახალისებენ რადიკალიზაციას, ახალისებენ პოლარიზაციას, მაშინ ამაზე პასუხისმგებლობაც უნდა იგრძნონ. როდესაც ნორმალიზება ხდება იმისი, რაც არ არის ნორმალური, შემდეგ ზოგიერთის თulis მერე არის ხოლმე ეს დომხალი. ბატონი ფიშერი არის მაგალითი, როგორი არ უნდა იყოს დიპლომატი. სინამდვილეში ეს ადამიანი აჩვენებს ორმაგ სტანდარტებს, ვინც ორმაგი სტანდარტების ქვეშ გადაწყვეტა ოპონირება, მან ძალიან მძიმედ დაამთავრა ყველგან და ყოველთვის. ის რაც მიუღებელი და დანაშაულია ბერლინში, თბილისში გმირობად საღდება. პირველი კანონმდებელი ამბობს, რომ ცინიკური და ფარისევლურია დამოკიდებულება, რომელიც ევროპელ ბიუროკრატებს საქართველოს მიმართ უკვე დიდი ხანია აქვთ. საქმე უფრო ცუდად არის, ვიდრე უბრალოდ ორმაგი სტანდარტი, ეს უბრალოდ კატეგორიზაცია. როგორც ჩანს, ზოგიერთებს კატეგორიებად ყავთ ჩამოყალიბებული ქვეყნები. აქედან გამომდინარე, ის რაც მიუღებელი არის ბერლინში, მისაღებია თბილისში. თან მთელი ცინიზმი ამ ისტორიის იმაშია, თავად ელჩი ჩავიდა ბათუმში, იმისთვის რომ გამოსარჩლოდა პოლიციელზე თავდასხმელ ადამიანს და ეთქვა, რომ პოლიციელზე თავდასხმელ ადამიანი არ უნდა დაისაჯოს. და ამ დროს იმ ბათუმში ამ საქმისთვის ჩასულ ელჩი ვერბალურად რომ შეაწუხეს, ამაზე ითხოვს სისხლის სამართლებრივ დევნას. უბრალოდ აქ ხო ჩანს ფარისევლობა მთელი ამ პროცესისა. გერმანიის საელჩოს ანგარიშზე მორიგი უპასუხო წერილია. ტრადიციულად პეტერ ფიშერი ქრონიკის კითხვებს არ იმჩნევს.